ძველს დინამო ბათუმი ისტორიაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ბათუმელებმა უახლოეს მდევარ დინამო თბილისთან სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს და პირველობა გაინახდეს. დინამო ბათუმი წელს დაარსების საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს და საქართველოს თასის ფინალშიც არის გასული. ბათუმელებს ულოცავთ გამარჯვებას და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქვეყნის ღირსეულად წარდგენას ვუსურვებთ. გამარჯობა, მე გიორგი დარჯანია ვარ და წარმოგიდგენთ Coca-Cola სპორტულ ამბებს TV პირველზე. დღეს ტრადიციული ანონსი არ გვექნება, რადგან ვილაპარაკებთ ერთადერთ თემაზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე. დაწყებული ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის ნახევრად დეტექტიური ისტორიით და დამთავრებული ვილი სანიოლის უცნაური ინტერვიუით. კვირის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია. ახლა როცა პირველი ელდა გადავლილია და ცოტათი დავშვიდით, დეტალურად გავარჩიოთ რა მოხდა, რამ განაპირობა შეცდომა, რატომ ვერ წაიკითხეს სწორად თუ რა წერია UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტში. მაშასე, UEFA-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგულაცია, თავი 54 ყვითელი და წითელი ბარათები, პუნქტი მე-3. გაფრთხილებები, რომლებსაც არ მოხვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში. როგორც ჩანს, ფეხბურთის ფედერაციაში ყურადღება მიექციეს სიტყვას ანულირდება და ყურადღების მიღმა დარჩათ საკვანძო მთავარი ფრაზა. გაფრთხილებები, რომლებსაც არ მოხვა დისკვალიფიკაცია. ფიქრობ, სავსებით მარტივად არის გასაგები, რომ გაფრთხილებები, რომლებსაც დისკვალიფიკაცია მოხვა, არ ანულირდება. ამბის ქრონოლოგია კი ასეთია. ხვიჩა კვარაცხელიამ საბედისწერო გაფრთხილება მიიღო თბილისის დროით 20 ნოემბრის ღამის 1 საათსა და 15 წუთზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 18 საათის შემდეგ ამ გაფრთხილებიდან დაადასტურა, რომ ხვიჩა არის დისკვალიფიცირებული. ხვიჩას გაფრთხილებიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა პირველი განმარტება, რომელშიც ახსენებს მენეჯერის შეცდომას. და ასევე 2 დღის შემდეგ ალექსანდრე იაშვილის განცხადების შემდეგ ნაკრების მენეჯერი განმარტავს რა მოხდა სინამდვილეში. იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისტორეში დავარწმუნე. არა და არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადაბამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელების შეცდომაში შევიყვანე. გიორგი კაციტაძე მართლა ძალიან გამოცდილი მენეჯერია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმე ამ ეგრეთ წოდებულ ადამიანურ შეცდომასთან გვაქვს. თუ ვინმეს ადგილას არ ვისურვებდი ახლა ყოფნას, ეს გიორგია და ჩემი გულწრფელი ადამიანური თანადგომა მას. მაგრამ ერთი ფრაზა მისი აი ამ განცხადებიდან. ყველა ჩემს სისტორეში დავარწმუნე, არა და არაერთხელ მკითხეს. ეს ფრაზა აჩენს განცდას, რომ საქმე ყველაფრის ერთ ადამიანზე გადაბრალებასთან გვაქვს. იმისთვის, რომ ყველა სხვა პასუხისმგებელი პირი ამ საქმიდან სუფთად გამოვიდეს. ახლა კი ალექსანდრე იაშვილის ბოდიშიც მოვისმინოთ. ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრების შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისავად დაუშვებელია. 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არ ყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ალექსანდრე იაშვილი ამ წერილობით განცხადებაში პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და ეს დასაფასებელია. თუმცა თუ დაკვირვები ხართ, როგორ სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს პასუხისმგებლობის აღება იმის მიხედვით, ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში. ასეა ფეხბურთშიც, ასეა პოლიტიკაშიც. ყველგან ერთი სიტყვით. დანაშაულებრივი გულგრილობა ქვია ამას, როცა ადამიანს სამსახურებრივად ევალება გაარკვიოს, ვინ ამ მდგომარეობაშია, ნაკრებზე სრული ინფორმაცია კონდეს თითოეულ ფეხბურთელზე, ვის ყვითელი აქვს, ვის რა ამბავი აქვს რა. სამწუხაროა ძალიან, რომ აი ეგეთ ელემენტარულ რაღაცას ეხლა შეუძლია მოიტანოს ძალიან ბევრი ადამიანის გულისყვეტა. ახლა საფრთხე ემუქრება
ამ ყველაფერს რა რისთვისაც იწვალეს ყველა გოლი რაც გაიტანეს ეს წინა შესარჩი ყველაფერი ამ ერთი რაღაცის გამო დაეკიდა საფრთხის ქვეშ იმიტომ რომ ეხა მართლა სპორტული თვალსაზრისითაც რთულია ლიდერის გარეშე თამაში რთულია ყველას უჭირს უბრალოდ წარმოვიდგინეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მესის რომ გამოეტოვებოდნენ რა ამბავი იქნებოდა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის დაუდევრობის გამო რო ვერ დაეთვალათ ყვითელი ბარათები და აი ესეთი ამბავი რომ მომთარგმნო აი წარმოვიდგინეთ რა ამბავი იქნება იგივეა ჩვენთვის ეს მატჩიც ხო ლუქსემბურგთან და ღმერთმაქნას იმის შემდეგ ისე რანაირი განმარტება თავის მართლება ახსნა არ მოვისმინეთ ამ დღეებში კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის გამო მაგრამ ყველაზე ორიგინალური ამ ხრივ უდავოდ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე იყო ფეხბურთში ყველაფერი ხდება ფეხბურთი მაგიტოა საინტერესო რომ ასეთი რაღაცები ხდება ნამდვილად არ მეგონა თუ ფეხბურთი აი ასეთი რამის გამო მეყვარებოდა. ახლა კი სკრინი, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო. ეს არის ლევან კობიაშვილის 2015 წლის განცხადება, რომელიც აი ამ ბოლო პერიოდის ამბების შემდეგ უამრავმა გულშემატკივარმა ხელახლა გადააზიარა. აი როგორ აღიქვამდა ლევან კობიაშვილი იმას თუ რა არის პასუხისმგებლობის აღება მაშინ როცა ის ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ოპოზიციაში იყო და პრეზიდენტობისთვის ჯერ მხოლოდ ემზადებოდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები. თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში. ისინი ვალდებულნი არიან გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ. მინდა მოკლედ გაგახსენოთ რა მოხდა მაშინ 2015 წელს. პოლონეთთან თამაშის წინ ნაკრების სტავში ყვითელი ბარათები სწორად ვერ დათვალეს და ეგონათ რომ ჯაბა კანკავას დისკვალიფიკაცია ჰქონდა. არა და არ ჰქონდა და თამაში სრულიად ტყუილად გამოატოვებინეს. რა მოხდა მაშინ ძალიან კარგად განმარტა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პოლონური და ევროპული ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონეკმა. ყოველი შესარჩევი მატჩის წინ UEFA ფედერაციებს უგზავნის ფეხბურთელთა სიას, რომლებიც დისკვალიფიცირებული არიან. დისკვალიფიკაციას ნიშნავს და ამიტომ არ ათამაშეს ჯაბა კანკავა. თუ დააკვირდით 99 წუთამდე 1-0 რომ ვაგებდით და რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეტრიკი 99 წუთის შემდეგ რომ შეგვისრულა. ეს ისე, ახლა კი ისევ ლევან კობიაშვილი. ზოგადი დამოკიდებულება რა იყო? იმ დროს სად ვიყავით? სად იყო ჩვენი ნაკრები, თუნდაც FIFA-ს რეიტინგში იმ დროს და სად ვარ დღეს? და დღეს რა მიზნებზე ვსაუბრობ და რა გამოწვევები გვაქვს? და სად ვარ დღეს? დიმა ობოლაძესთან ამ ინტერვიუში კობიაშვილი ამბობს, სად ვიყავით რეიტინგში, მაშინ და სად ვართ ახლა. ისე მართლა სად ვიყავით და სად ვართ. 2015 წლის ნოემბერში FIFA-ს რეიტინგში საქართველო იყო 111 ადგილზე. ახლა 2023 წლის ნოემბერში საქართველო არის 76 ადგილზე. ასევე ჩვენი ნაკრები არასდროს ყოფილა ევროპის ჩემპიონატთან ისე ახლოს როგორც კობიაშვილის პრეზიდენტობისას. მაგრამ მოდი სიმართლე ბოლომდე ვთქვათ. ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობისას, ნოდარ ახალკაცი უმცროსის პრეზიდენტობისას, გიორგი ნემსაძის 30 წუთიანი პრეზიდენტობისას, მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას, უფროსი ახალკაცის პრეზიდენტობისას. ერთა ლიგა უბრალოდ არ არსებობდა. ეს პროექტი საგანგებოდ ჩვენნაირი პატარა ნაკრებებისთვის UEFA მხოლოდ 2018 წელს მოიგონა. მადლობა UEFA-ს ამისთვის. და ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ფორმატის გარეშე საქართველოს ნაკრებს არანაირი შანსი ევროპაზე მოსახვედრად არ ჰქონდა. და პლეი-ოფი 21 მარტი ბორის პაიჭაძის სტადიონი საქართველოს ლუქსემბურგი კვარაცხელიას გარეშე, მაგრამ მადლობა ღმერთს მაყურებლით. გახსოვთ პანდემიურ 2020 წელს ზემო მაკედონიელებთან ისტორიული თამაშის წინ როგორ გამოგვიცხადა მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა, რომ საქართველოს ნაკრები ბალეშჩიკების გარეშეც მოიგებდა იმ თამაშს. ფეხბურთელებს უბალეშჩიკოთ სახლებიდან და ამით მე დარწმუნებული ვარ, ისინი უარესად არ ითამაშებენ. როგორ ვახერხებთ მუდმივად გადამწყვეტ მომენტში ასეთი რამეების მოფიქრებას. სასურველი ბურთულის ამოსვლის მერე ქართული სოციალური ქსელი წალეკა პოსტებმა, რომ ფინალს თბილისი უმასპინძლებს. უბრალოდ მაინც ნუ დაგვავიწყდება, რომ ფინალამდე ნახევარ ფინალია.
როგორ უნდა შევაფასოთ ლუქსემბურგთან შანსები? მოდი განვიხილოთ ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობა და საქართველოს-ლუქსემბურგის ურთიერთშეხვედრები. მოდი ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ გვარები და ვთქვათ, რომელ კლუბებში თამაშობენ ლუქსემბურგელი ფეხბურთელები. მაშასე მეკარე თამაშობს როიალ უნიონში ბელგია. შემდეგ აიაჩო საფრანგეთი, დეგერფორსი შვედეთი, სენტ-პოლტენი ავსტრია. მანჰაიმი გერმანია, მაინცი გერმანია, კიოლნი გერმანია, საბაქი ბაქო აზერბაიჯანი. ჟეშუვი პოლონეთი, სივასპორი თურქეთი და ზანქტ-პაული გერმანია. ფიქრობ თუ შევადარებ, სად თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები და სად თამაშობენ ლუქსემბურგელები, ამ კომპონენტში რაღაც ისეთი დიდი უპირატესობა მათთან შედარებით არ გვაქვს. თუმცა არსებობს სხვა სტატისტიკაც. ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება ტრანსფერ მარკეტის მიხედვით არის 30 მილიონი евро. ეს უმნიშვნელო თანხაა დამეთანხმებით. ხოლო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება არის 146 მილიონი евро. ოღონდ ამ 146 მილიონში შედის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 85 მილიონი евро. არა და ხვიჩა კვარაცხელია ლუქსემბურგთან ვერ ითამაშებს. თუ ამ 146 მილიონს გამოვაკლებთ ამ 85 მილიონს, დაგვრჩება 61 მილიონი евро. არც ეს არის სერიოზული და დიდი თანხა. თუმცა 61 მილიონი ლუქსემბურგელების 30 მილიონს ორჯერ მაინც აღემატება. ჩვენს გაგვიჭირდება რა თქმა უნდა და მოწინააღმდეგეს ევროპული გუნდია. დიდი საფეხბურთო ტრადიციების კი არ არის, მაგრამ ახლა კარგი გუნდი ყავს, ძლიერი ფეხბურთელები ყავს, კარგ ლიგებში თამაშობენ, მდიდარები არიან, ჯანმრთელები არიან და ბედნიერები არიან და მიზანსწრაფულები და მიზანდასახულები და ისინი თავის მაქსიმუმს დადებენ და ჩვენი მაქსიმუმი უნდა დაგვედო და ჩვენი მაქსიმუმი კი არ ვიცი რა გავაკეთოთ. 4 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. ეს ის შედეგი არ არის საქმე სატრაბახოთ რომ კონდეს ლუქსემბურგი, სადაც დავიჭირეთ იქ მოვუგეთო. თან კვარაცხელიას არ გვეყოლება. ახლა მოგასმენინებთ სანიოლის და იაშვილის პირველ კომენტარებს ნიონიდან, რომელიც ფინალის მასპინძლის გასარკვევი წილისყრის დასრულებისთანავე არის ჩაწერილი. გულშემატკივრის გათვალისწინებით დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. 10-15 წლის წინ ლუქსემბურგის საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს. ზუსტად ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა, რასაც ქვია საფრთხის თამაში ნახევარფინალის. ლუქსემბურგი პირველად ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან კარგად ითამაშა შედარჩევი ციკლი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მაყურებლის ძალა საქართველოში, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში, რომ მოვიპოვოთ ფინალის თამაშის უფლება, რაც ასევე უდიდესი მნიშვნელობის არის, რო არის საქართველოში და რა თქმა უნდა მე როგორ შემდგომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენ მაყურებელთა ერთად, რომ ყველამ ერთად ავიხსენოთ ოცნება, რასაც ქვია ევროპის ჩემპიონატი. 2 დეკემბერს კი დიდი წილისყრაა. ევრო 2024-ის მონაწილე 24 გუნდიდან 21-ის ვინაობა უკვე ცნობილია. დარჩენილია 3 გუნდის გარკვევა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 3 გუნდში ერთ-ერთი ვიქნებით ჩვენ. წილისყრა, როგორც გითხარით, გაიმართება 2 დეკემბერს, ანუ მომდევნო შაბათს, თბილისის დროით საღამოს 9 საათზე და ჰამბურგში ჩატარდება ეს წილისყრა. რაც შეეხება კალათებს. გუნდები განაწილებული არიან 4 კალათაში, თითო კალათაში 6 გუნდი და აი აქ ასეთი საინტერესო რაღაც ხდება. მაგალითად, იტალია განთესილია ბოლო მე-4 კალათაში. მაშინ როცა მაგალითად ალბანეთი მეორე კალათაშია განთესილი. რატომ მოხდა ასე? ეს მოხდა იმიტომ, რომ არ გაუთვალისწინებიათ FIFA-ს რეიტინგში რომელი გუნდი რომელ ადგილზეა. არამედ განაწილება მოხდა იმის მიხედვით, შესარჩევ ეტაპზე რომელმა გუნდმა რა შედეგი აჩვენა. და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ იტალია ბოლო წამს ძლივს გაძვრა ჯგუფიდან, მაშინ როცა იგივე ალბანეთმა უფრო ადრე გაინახდა და უფრო მეტი ქულით გაინახდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, რომელსაც გაიცა ზაფხულში გერმანია უმასპინძლებს.
მოკლედ, მთელი ჩვენი ყურადღება ახლა იქითკენ არის მიპყრობილი, ვინ იქნება აი ეს გუნდი. ლუქსემბურგი, ყაზახეთი, საბერძნეთი თუ მაინც საქართველო. რისი დიდი იმედიც ყველას გვაქვს. თუ ეს მოხდება, ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება ქართული სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში და საინტერესოა, რას ფიქრობს ამის შესახებ ვილი სანიოლი, რომელმაც ამ კვირაში ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა Foot Mercato-ს. საქართველოს ნაკრებში ჩემი გაწეული სამუშაოს წარმატებულად თუ წარუმატებლად შეფასება ევროზე კვალიფიცირებასა თუ საგზურის გარეშე დარჩენაზე არ არის დამოკიდებული. ჩემი წარმატება არის ის, რომ გვაქვს შანსი ევრო 2024-ზე მოვხვდეთ. ძალიან უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, რომ მწვრთნელი წარმატებად აფასებს შანსის ქონას და არა შანსის გამოყენებას. არავის გადადგომა მართლა ის არის. არ ვიცი, სხვა რამე მოიფიქრო რა, ფორმა ჩაიცვას და ჰეტტრიკი შეასრულოს ეხლა გაიგე და გაგვიყვანოს ამ ლუქსემბურგთან. რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ ეს პრობლემა ამის იქით არ წავიდეს რა. ეს თამაში არ წავაგოთ. აი წითელი ხაზია. როგორც ქართველები ვამბობთ, აღდგომა და ხვალეო. მომდევნო შაბათამდე გემშვიდობებით.